პირველი თებერვლიდან სურსათის კონტროლი მკაცრდება საქართველოში. სურსათის უვნებლობის კანონი ამოქმედება. საკანონმდებლო ინიციატივა კვების ობიექტებზე განსაკუთრებულ მონიტორინგს გულისხმობს და საწარმოების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული, რომ ევროპულმა მოთხოვნებმა საქართველოში რამდენიმე საწარმო საერთოდ გააკოტროს. ბიზნესმენების მიერ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში სანქციები მკაცრი იქნება. დღეს გადაწყვეტილება ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილეს. გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე შესაბამისი უწყებები პირველ რიგში სოფლის მეურნეობის სამინისტრო საწარმოებს კონსულტაციებს ჩაუტარებს, შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული მუხლები ამოქმედდება. მეწარმეს მოუწევს ევროსტანდარტების დაკმაყოფილება. პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს საწარმოს რეგისტრაციას, შემდგომ იქნება რეკომენდაციები. რეკომენდაციები მოიცავს როგორც ნედლეულზე, ანუ ინგრედიენტებზე რეკომენდაციას, რომელი გამოიყენოს და რომელი არ გამოიყენოს თავის საკვების წარმოებაში. მოიცავს ასევე წყლის ხარისხის კონტროლს, რა ხარისხს უნდა გამოყოფილოს, რა მოთხოვნებს უნდა გამოყოფილოს წყალი, რომელიც არის ნედლეულად გამოყენებული ამა თუ იმ სურსათში. მოიცავს იმ მოსამსახურეების მიერ ჰიგიენის წესების დაცვას, რომლებიც მუშაობენ საწარმოში და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, ის მეთოდები და ის წარმოების სიმძლავრეები უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც არის დღეს ევროკავშირში. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ რაღაც საწარმოები ვერ გადალახავენ ამ სტანდარტებს და მათ შეექმნებათ კონკრეტული პრობლემები, მაგრამ სხვანაირად დავსვათ კითხვა. ღირს თუ არა, რომ მოსახლეობას რეალურად შეექმნას პრობლემა, იყოს სურსათი და პროდუქცია, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და რეალურად სერიოზული პრობლემიდან დაზიანდება, იმათ რომ რაღაც კონკრეტული საწარმოები, რომლებიც უხარისხო პროდუქციას აწარმოებენ, ისინი დარჩნენ დღეს ბიზნესში. ანუ სხვანაირად უნდა დავსვათ და კითხვა. თავარი არის, რომ კეთილ სინდისიერ მეწარმეს, რომელიც რეალურად ბიზნესს აწარმოებს, მას კაფიოდ ესმოდეს, რომ რა მოთხოვნები არსებობს სახელმწიფოდან.